თქვენ საუბრობდით, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა ზვიადგამსახურდია და ბევრ ადამიანს უნდოდა მისი დაბრუნება და რატომ ვერ დაიცვეს მაშინ ის? როგორ ვერ დაიცვეს? ზვიადგამსახურდია მორალურად ხომ იმ თავითვე გამარჯვებული იყო, მაგრამ ფიზიკურადაც სამხედრო შეიარაღებითაც გაიმარჯვა ხუნტას. ედუარდ შევარდნაძეს და ამ აჯანყებულ, ამძულნებულ მეძავთა კრებულს დასჭირდა ელცინთან საქმის ჩაწყობა და ბალტინის მოსყიდვა იმისთვის, რომ 4000 მეზღვაური, ანუ სპეცნაზელი, ჩამოეყვანათ სამეგრელოში. ასეულობით ტანკი, გემი, რო გითხარით, თვითმფრინავიდან, ეს მე მაშინვე გულისხმობდი ამას. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე უკან არასდროს არ დამიხევია. მით უფრო სინდისთან. მე გაგიხატავთ ზვიადგამსახურდიას ბოლო დღეებს. და საერთოდ ყველას ვინ დღეს ბევრს ლაპარაკობს, ზოგი ლაქლაქებს, ზოგი ნორმალურად საუბრობს, ზოგი კი ყაყანებს, ერთ კითხვას დაუსვამ, რომელსაც რამდენიმე ქვეკითხვა აქვს. სად იყავით 1993 წლის 31 დეკემბერს? სად იყავით 1991 წლის 22 დეკემბერს? სად იყავით ზვიადგამსახურდიას გროზნოში ყოფნის პერიოდში? რატომ არ იყავით ზვიადგამსახურდიას გვერდით? რატომ არ იბრძოლეთ მასთან ერთად? მე ამას თქვენ ვერ მკითხავთ. იმიტომ რომ იქაც და იქაც ზვიადთან ვიყავი. ბოლო ღამეს, ბოლო დღეებში ზვიადგამსახურდიას დედაჩემი და ბიცოლაჩემი მაწონს, თაფლს, ხაჭაპურსა და მჭადს უგზავნით. ეს ერთი. მამაჩემი და ბიძაჩემი ეძებდნენ უსაფრთხო გზებს მისი საქართველოდან გასაყვანად. ან მორიგი სახლის მოსაძებნად. მე დღეს, რომლებიც ამ საკითხებზე მსჯელობენ, მე პირადად ჩემს ძმასთან და ჩემს მეგობართან ერთად, თანამებრძოლებთან ერთად, აფხაზეთში ვიყავი. ვინაიდან 1993 წლის 6 ნოემბერს მე ის დავტოვე ილორში, მისგან ბოლო დავალება მივიღე და ამ ბოლო დავალების პასუხის გასაცემად მე მას ერთი თვე ვეძებდი ოკუპირებულ აფხაზეთში. და თქვენ წარმოგიდგენიათ სამეგრელოს თათარეშობენ მხედრიონის და რუსების ეს ნაძირლები კაზაკობა ნებისმიერ წუთში შეუძლიათ დაქრიტონ. აფხაზეთში საშინელება ხდება. იქვე ჩვენები, პატრიოტები პარტიზანობენ და შენ დადიხარ და ეძებ ზვიადგამსახურდიას. რომელმა გაბედა ერთი ამის გაკეთება? აი, ასეთია ზვიადგამსახურდიას გარშემო სურათი. გურამ აფსანძეზე ბევრს რომ საუბრობენ და არიღლებიან. ჩავიდა თუ არა გურამ აფსანძე, როდესაც ჩვენ დავკარგეთ პრეზიდენტთან კონტაქტი. გავიდა ზვიადგამსახურდიას ოჯახზე გურამ აფსანძე. ჩავიდა გროზნოში. მაშინ როდესაც ბატონი ზვიადი მე პირადად მეგონა აფხაზეთში გურამ აფსანძეს კავშირი ქონდა გაწყვეტილი. მე იქ ვეძებდი, ბატონი გურამი კი
რის ვაივა გლახით, ეხლა წარმოგიდგენიათ 200 კილოგრამიანი კაცი შეფერილი გადადის რა საშინელებაა გურამა აფსანძის ამოცნობას რა უნდა მან რის გავს ჩადის გროზნოში და ოჯახს ეუბნება რომ ზვიად გამსახურდიასთან არ გვაქვს კავშირი რომ ზვიადი საფრთხეშია ეს რომ მას არ გაეკეთებინა ის ჩემს თვალში არ იქნებოდა ის რადაც მე მას ვთვლი ზვიად გამსახურდიას გულანთებულ და ერთგულ თანამებრძოლად მაგრამ მან ეს გააკეთა ობიექტურები უნდა ვიყოთ რაბინა იზაურას ბედთან ნუ გავაიგივეთ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს იმ ტანჯვა ვაებას ტყეში ღრეში იყო ზვიად გამსახურდი 40-მდე ოჯახმა მიიღო სამეგრელოში ზვიად გამსახურდია 56 დღის განმავლობაში არც ცოცხალი და არც შედარი მისი სამეგრელოში არ გაყიდულა და ვინც დიდი სიამოვნებით გაყიდდა მას და დღესაც ყიდის სამეგრელოს ციცამურს უწოდებს ციცამური ილიას ეხება ზვიად გამსახურდიას კი საყოველთაო სიყვარული და ერთგულება მკვდარი მაინც მოგვეცითო საფლავებს თხრიდნენ სამეგრელოში ახალ საფლავებს თქვენ წარმოგიდგენიათ 40 ოჯახში რომელსაც თითოეულს მინიმუმ 4 წევრი მაინც ყავდა ერთი ნაძირალა ვერ მოძებნეს იყო შემთხვევა როდესაც წინაკარიდან მხედრიონი შემოდის და უკანაკარიდან დიასახლისი აცილებს ზვიად გამსახურდიას და დიასახლის იქვე ფეხებში ესვრიან რომ თქვას იყო თუ არა იქ ზვიად გამსახურდი არ ამბობს ზარანდიაშვილი მოკლეს თავად ზარანდი ამას შეეწირა მრავალი სხვა ყველას ვერ ჩამოვთვლი ახლა ისე რაც უცებ რაც თქვი და ეს ჩამოდიან და მოკლეს და თავი მოიკლა გავასამართლოთ ვიპოვოთ სამართალი ვინაიდან ისინი კლავდნენ არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას არამედ ახალშობილ საქართველოს რესპუბლიკას და ეს დღემდე გრძელდება ამათ ხელში ზვიად გამსახურდიას ეს ტრაგიზმით და ჰეროიკული ამბებით ახსავსე ისტორია ვერ დაიწერება რატომ პუტჩისტურია საქართველო 1992 წლიდან დღემდე ჩამოგითვალოთ ველა პუტჩისტია ვინც იღებდა მონაწილეობას საქართველოს მკვლელობაში და ეს ჯოჯოხეთი დღემდე არ გათენებულა ამიტომაც 2025 წლის 5 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საგანგებო სესიაზე გამოაცხადა კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და განაახლა საქმიანობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ვინაიდან ადრე ჩვენ ვიყავით საქართველოს კანონიერი ხელისუფლება დევნილობაში. და დღეს მე თქვენთან საუბარში წარმოვადგენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. კურირებ მეცნიერებას, განათლებას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და ინოვაციებს. და შემიძლია ამით ვიამაყო. იმიტომ რომ მე ჩემი პროფესიით ვარ ამ კაბინეტის წევრი და არა თავსმოხვეული
და შეუფერებელი საქმიანობით. თუ ვინმე სურს დებატები, მზად ვარ ნებისმიერ დონეზე. ფაქტებით, ადგილებით, ლოკაციებით, წამებით აუხსნა ვინ, სად, როგორ იყო. გინდა მეკამათო, უპასუხე სამ კითხვას. რომელიც ჩამოაყალიბე, ხო? დიახ. სხვა დანარჩენი არის ყაყანი. ბოდიში ბაყაყებთან.